დაიწყო აგვისტოს ომი, თორემ ომი საქართველოში გაცილებით უფრო ადრე დაიწყო და მის ტერიტორიების მიტაცება. სახელმწიფოების ემა ძალიან რთული და მძიმე დღეა ქვეყნისთვის. ჩემს ომი ბევრად უფრო ადრე დაიწყო. 1801 წლიდან ამ იმპერიასთან ომი. ალბათ 1801 წლიდან გამიხილოთ, მაგრამ თუ კონკრეტულად აგვისტოს ომზე კონკრეტულად რა თქმა უნდა, კი ბატონო, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს გულისხმობ. რა თქმა უნდა, ეს ვითარება მწვავდებოდა ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებიდან. როდესაც ინტენსიური სროლები ხდებოდა ცხინვალის რეგიონიდან ქართლის ოფლების მიმართულებით, ხო? მაგრამ უკვე აგვისტოს დასაწყისში, მაგალითად 5 აგვისტოს მემახსენდება საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების ჩასვლა, პრონესხეულის ქართლის ოფლებში, დიპლომატების ჩავარდნილი, რომ იქ უკვე ეს ორი ქართული ოფლები, პრონესხეულის ქართლის ოფლები დავნები ინტენსიურად იბომბებოდა და პირველი დევნილები სწორედ 5-6 აგვისტოს პერიოდში გაჩნდა. ყავდა უკვე დაჭრილები როგორც სამშვიდობო ძალების, საქართველოს სამშვიდობო ძალების შემადგენლობიდან, ასევე პოლიციელებში. და თუ გახსოვთ, 7 აგვისტომდე 2 თვით გორის ჰოსპიტალში ისინი მაშინდელმა პრეზიდენტმა წინააღმდა. ხოდა იმის თქმა რომ აი თქვა 7-8 წელი არის დავა ამის თავად და 7 დაიწყო ეს მაშინ დაიწყო ის დაიწყო. ხო არაფერი არ არის. რომ როგორც გითხართ, პირველი დევნილები ხვალ და აგვისტოს დასაწყისში, პირველებში და პირველი დაჭრილებიც ხო, დევნილები პრინციპში იყვნენ ადრე. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაარტყმა აი ამ 5 დღიან, რა ვიცი, 5 დღიანი ომი ქვია თუ რამდენიმე დღიან ომში სწორედ გორმა მიიღო და ჩვენ ვიცით რომ თუ არ ვცდები პირველად გამოიყენა რუსეთმა გორში სწორედ ისკანდერის ასე ვთქვათ რაკეტები, ხომ? აი რომ გვითხრა კასეტური ბომბები, კი ბატონო. კასეტური ბომბებიც. რომ გვითხრა რა ხდებოდა იმ დღეებში გორში, იმიტომ რომ ამის ამსახველი უამრავი ძალიან მძიმე ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს. პირველი საავიაციო შემოტევები ქალაქზე, აი გორზე, ამ შემთხვევაში ქალაქზე საუბარი, თუმცა სოფლებს, გორის მუნიციპალიტეტის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს ინტენსიურად ბომბავდა რუსული ავიაცია. 7-დან, 9-დან, 9-დან, მაგრამ აი გორში პირველი საავიაციო ბომბი ჩამოვიდა 8 აგვისტოს. მაგრამ 9 აგვისტოს უკვე იმდენად დიდი ძალებით წამოვიდა რუსული არმია საავიაციო ძალებს გორის მიმართულებით, რომ აი 9 აგვისტოა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული გორის ისტორიაში. გახსოვთ ალბათ კადრებიც მას როცა უჩინავს, გარდაცვლილი ხელში. პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა საავიაციო რაზმაძეების შემთხვევას ამ შემთხვევაში. გორში არის ვერხვების დასახლება, სახელწოდებით, სადაც პირდაპირ კორპუსს მოაწყვეს საავიაციო. მეორე ყველაზე მძიმე დღე არის 12 აგვისტო, თქვენაც ისკანდერი, ისკანდერის რაკეტა ჩამოყარა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ეს კასეტური ბომბები და იქ დაიღუპა სწორედ ჰოლანდიელი ოპერატორის სტანს ტორინეს. იქ დაიღუპა ასევე სამოქალაქო პირები, ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი სასულიერო პირის ძმაც იქ უბრალოდ შემთხვევით ამბის გასაგებად გამოვიდა ადამიანი. ეგეცენება 12 აგვისტოს დევნილები იყვნენ. გორიდანაც გასულები იყვნენ. ქალაქიდან ძალიან ცოტა ადამიანები რჩებოდა ქალაქში. ის ადამიანები, ვინც რჩებოდნენ ქალაქში, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ და მოდიოდნენ ქალაქის ცენტრში, რომ რაღაც რაიმე ინფორმაცია გაქვთ. სწორედ აი ესეთი ადამიანები იყვნენ შეფერილები და ჟურნალისტები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რომელიც აი რუსეთმა დაბომბა კასეტური ბომბებით და აქ იყო მსხვერპლი. და ამის შემდეგ უკვე თქმა იმისა, რომ რაღაცნაირად ისინი და ეს განცხადები სულ გვესმის, ხო თვითონ მშვიდობის დამცველებად მოვიდნენ, რომ გახსოვთ ალბათ ეს განცხადებები, გორში რუსული არმია ბორისოვი რო შემოვიდა და დაამყარა თავისი წესრიგი ასე. კომენდანტი მე ვარო, ვიაჩესლავ ბორისოვი, რუსული არმიის გენერალი ამბობს. აი ეს შემოსვლა როგორ მოხდა გორში შეგიძლია გოგა რომ გაიხსენო?
ბოლოსი ჯერ შემოუშვეს ეგრეთ წოდებული მარბიელი რაზმები, ეგრეთ წოდებული მოხალისეები, რომლებსაც კლავზე ჰქონდა თეთრი სახურავები შემოკრული, ეს იყო სამარადიოროდ შემოსული გაურკვეველი წარმოშობის რაზმები, აი ხოლმე ჩრდილო კავკასიელებს უწოდებენ ეს პირობითად რა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მათ ეროვნებას? ეს იყო ცხინვალიდან წამოსული პირველი სამარადიორო ჯგუფები, რომლებიც ამტვრევდნენ მაღაზიებს, რა ვიცი, რაც კი ხელში ხვდებოდათ, იპარავდნენ ქალების გატაცება და ამაზე არ ლაპარაკობენ სამწუხაროდ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფიცარი რა ჩვენი ისტორიის განმავლობაში, იმიტომ ეს ფაქტები იმალება ჯერ კიდევ. სადაც კი ქალს ხედავდნენ, ყველას იტაცებდნენ ასე. და აღარ არის საუბარი ქონებაზე, რა ვიცი, ისა თიფის ბანკიერა ის მოდი ამაზე გავჩერდეთ რა, იმიტომ რომ მართლაც ეს არის ის დეტალი, რომელზეც ესე ხმამაღლა არავინ საუბრობს. აი საერთაშორისო გამოძიების მასალებში მაინც თუ მოხდა ეს ფაქტები, რომ ანუ გორში ძარცვა და მოროდიორობა და მკვლელობა კი არ მომხდარა მხოლოდ ოკუპანტების მხრიდან, არამედ იქ შესული ოკუპანტები, რომლებიც შემახსენე რამდენი დღის განმავლობაში იყვნენ გორში, იტაცებდნენ ქალებს და აუპატიურებდნენ. კიდევ რა ხდებოდა? ერთი შემთხვევა, ერთმა ადამიანმა, ერთმა ქალმა გაბედა. თქვა ამას, ილაპარაკა. ბევრმა ვერ გაბედა და მე მესმის აბსოლუტურად მათი. ერთმა ქალმა ილაპარაკა და როგორც ვიცი, ჩვენს უფლებადამცველ ორგანიზაციებს ჰქონდათ ის საქმე და ვიცი რომ ეს საქმე გაგზავნილი იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც. ხო, რაც შეეხება უკვე წმინდა 58 არმია შემოდის უკვე აი ამ მარბიელი და სამარადიორო ჯგუფების შემდეგ თითქოს ქალაქში ამყარებს წესრიგს და თავს გორის კომენდანტად აცხადებს გენერალი ბორისოვი, ვიაჩესლავ ბორისოვი, რომელიც ამბობს, რომ კომენდანტის საათი გამოცხადებულია ოკუპირებულ ქალაქ გორში. ეს ხდება უკვე 12 აგვისტოს საღამოს და ამის შემდეგ რუსული არმია იკავებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ხიდებზე აწყობენ მოგეხსენებათ გორში მტკვრისა და ლიახვის მდინარეებზე არის გადასასვლელი ხიდები და ცალკეული უბნებია აი ამ მიმართულებით იქ უკვე აწყობენ ისინი საგუშაგოებს და ქალაქში იწყებენ პატრულირებას. მე ჩემი თვალით ხედავდი ამ ყველაფერს და ბორისოვი ყოველ დილით მოდიოდა უკვე შემდგომ დღეებში აი ამ ცენტრალურ უბანში, სადაც ამბობდა რომ მაგალითად დღეს 10 საათზე იქნება კომენდანტის საათი, სხვა დღეს იტყოდა რომ მაგალითად დღეს იქნება 8 საათზე კომენდანტის საათი და აი ესე მისი სურვილისა და რაღაცა იმის წარმოდგენების მიხედვით ნიშნავდა აი ამ კომენდანტის საათს. ხო, უმძიმესი 22 აგვისტომდე იდგნენ ისინი ქალაქში. 22 აგვისტოს შემდეგ მათ უკვე დაიხიეს და ხო, ისიც ის არის რა, 5 დღიანი ომი. კითხეთ გორელებს, როგორი იყო ოკუპაცია 22 აგვისტომდე და 22 აგვისტოს შემდეგ უკვე ცხინვალისკენ რო დაიხიეს და გორის ჩრდილო ნაწილში დარჩენილ სოფლებში კიდევ რამდენ თვეს იმყოფებოდნენ, ვიდრე ცხინვალში დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდებოდნენ, ხო, იმ სოფლელებს კითხეთ, იყო თუ არა ეს 5 დღიანი ომი. როდესაც იქ ვერავის შესვლას და იქ იყვნენ ადამიანები ჩარჩენილი გოგა ხო როგორც ვიცით ანუ ყველა ვერ მოახერხა იქიდან გამოსვლა და ეს ამბები მაინც თუ მოვიდა ჩვენამდე თუ ვიცით ამ ამბების შესახებ რისი გადატანა მოუხდათ რეალურად ამ ადამიანებს ამ ხნის განმავლობაში აი თითქოს და ომის ცხელი ეტაპის შემდეგ რა ხდებოდა არა ვაგროვებთ ეხლა შეგვიძლია ჟურნალისტებსაც და მეც რაღაცა პროექტს ვიწყებ ძალიან მალე ადამიანური ისტორიები რა ვიცით ვხვდებით ამ ადამიანებს და ვიყვებიან და რა გადაიტანეს მოდი გაგვანდე რადგან ასეთი მძიმე თარიღია რამდენიმე ასეთი ისტორია ექსკლუზიურად წინსწრებად გაგვანდე იმიტომ რომ დღეს რაღაცა მთელი გადაცემაც გვაქვს სწორედ ამ ადამიანურ ტკივილზე აგვისტოს ომის ადამიანურ ტკივილზე და არა რაღაცა ესეთი პოლიტიკურ ჭრილში დანახულ აგვისტოს ომზე ხო არა ძალიან ცნობილი ისტორიებია ეხლა მაგალითად ნიკოსში ხო ნიკოზიც ოკუპირებული იყო და იქ მეუფე ისაია ესა ნიკოზი ცხინვალის მიტროპოლიტი არ მოცილებია საკუთარ მოქალაქეებს იქ ჩარჩენილ მოხუცებს განსაკუთრებით და ყველანაირად ცდილობდა რომ ტყვეთ აყვანილი ადამიანებიც რასაკეთებდნენ ეს მოხუცები რომლებიც ჩარჩნენ სოფლებში ტყვეთ ახყავდათ
ესე მშვიდობიანი მოქალაქეები და შემდეგ აიძულებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან იწყებდნენ მოლაპარაკებას, რომ ჩვენც გვყავდა სამხედრო ტყვეები მაშინ და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისგან ვიცი ერთ-ერთ რუს მფრინავს, რომელიც ჩამოაგდო ჩვენმა იმას თავდაცვის ძალებმა და გადარჩა ცოცხალი, როგორ უმკურნალეს ერთ-ერთ რუს მფრინავს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ტრავმატოლოგებმა. გამოაჯამრთელეს, გორში ჩამოიყვანეს და ჰოსპიტალის ეზოში სულიდნენ ხოლმე. აი ისეთ დაბეჭავებულ მოხუცებში, ნაცენ მოხუც სამოქალაქო პირებში, საქართველებში იმ რუსებს და ოსებს, რომლებიც იყვნენ ტყვედ ჩავარდნილი, რომლებსაც არაფერი არ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, დაშავებული. ჩემი თვალით მაქვს გაცვლის პროცესი გორის ჰოსპიტალის ეზოში ნანახი. ხო და აი მეუფე ისაია ძალიან იყო ჩართული ამ პროცესებში და არაერთი ნიკოზელის სიცოცხლე გადაარჩინა პირადად მან, როდესაც ის აი პირდაპირ მიდიოდა რუს ჯარისკაცებთან და ეუბნებოდა, რომ მომეცით ეს ადამიანები საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენენ. და არაერთი ისტორია იყო იგივე ერგენეთში მაგალითად, ხო? არაერთი ისტორია უამბიათ იმის შესახებ, როგორ შევიდნენ და როგორ დალეწეს მაგალითად პიანინო მაგული ოქროპირიძის სახლში. როგორ წიგნები დაწვეს და მაგული იხსენებს, რომ რამდენიმე რუსული წიგნი მედო და ის წიგნები წაუღიათო, მოუპარიათო რა. აი წარმოიდგინეთ და ისა სკოლებში შედიოდნენ და დაფებზე უხამს სიტყვებს წერდნენ ქართველების მიმართ, ხო? აი არ ვიცი, აი უცბად სპონტანურად ეხლა რაც გამახსენდა დღეს არ მომზადებულ ვარ, იმიტომ რომ საქართველოში არ ვიმყოფები, აი უცბად ეხლა რაც მახსენდება ემოციურად ამას გიყვება. ხო და ხო ეგეც ის აი მიმაჩნია, რომ აი 5 დღიანი ომით რო შედის ისტორიაში. არანაირი 5 დღიანი ომი ეგ არ არის ხალხო. იმიტომ რომ მოდი და ვკითხეთ მურები. მე გორის ოკუპაციის პერიოდში ცხოვრობდი 22 აგვისტომდე. 22 აგვისტომდე და ხო მინდა რაღაცა ესეთ პროექტი გავაკეთო რა, ეხლა მინდა 12 აგვისტო მოგეხსენებათ გორის ოკუპაციის დღეა და რაღაცა მეგობრებს შევთავაზებთ, რომ მოდით გავაკეთოთ აგვისტოს ომის ტური. მივიდეთ იმ ადგილებში, სადაც ხდებოდა ეს დაბომბვა, სადაც იღუპებოდნენ ადამიანები და რაღაცნაირად მოგიყვებით ამ ისტორიებს, იმიტომ რომ მე ფრაგმენტები ეხლა ტელევიზიებს მესმის ქრონომეტრაჟი, ტელევიზიებს ვიყვები რაღაც ფრაგმენტებს ამომიდან და რაღაც მინდა რომ ეს გავაკეთო და რაღაც ციგნზეც ვფიქრობ რა, რომ აი ყოველ წელს მეტი და მეტი ინფორმაცია გქონდეს. ნამდვილად მუდმივად უნდა ხდებოდეს ხოლმე ამ ამბების განახლება, შეხსენება, შევსება ესეთი დეტალებით, ეხლა რაც ჩვენ მოგვიყევი. თუ 18 წელი გავიდა და ჩემთა სამწუხაროდ ჩვენი მეხსიერება საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა რა. ერთი თაობა გაიზარდა უკვე 18 წლის ახალგაზრდები. არ ვიცი, განათლების სისტემა ჩვენც ალბათ სამოქალაქო საზოგადოება ვინც ვიყავით ამ ომში ასე ვთქვათ გამშუქებლები თუ მონაწილეები ჩართულები უფრო მეც უნდა ვესაუბრებოდით, იმიტომ რომ ჩვენი მეხსიერება ჩემი დაკვირვებით რა თქმა უნდა ჩვენი მეხსიერება სულ უფრო და უფრო იბინდება და სულ უფრო და უფრო ცოტას ვლაპარაკობთ ამ ომზე და პლუს ის ნარატივი შემოდის ხო ყველაზე სამწუხარო ეგ არის რომ ქართველი ერი ვერ შევთანხმებულ ვართ ვერც თარიღზე ვერც იმაზე ვინ დაიწყო ომი, აი არ მესმის. როგორ შეიძლება ვიყოთ ჩამოყალიბებული ერი და ვერ თანხმდებოდეთ ვინ დაიწყო ომი საქართველოში. ომი დაიწყო რუსეთის არმიის შემოჭრამ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით დაიწყო ომი საქართველოში. ეს ბევრად ადრე ხდებოდა ვიდრე 2008 წლის 7 თუ 8 აგვისტოს, არ ვიცი. ხო და ხო ეს